ნახოთ ჩემი ვიდეო ქართულ ენაზე, რომელიც მე მიყვარს. აქამდე მქონდა სხვადასხვა ვიდეო გადახებილი და ზოგიერთი ქართულ ენაზე ეხებოდა და ასე შემდეგ რა. ხო და ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ ესეთი ვიდეო ჩემი გადახებილი ქართულ ენაზე, რომელიც მეც პირადად მიყვარს. მე დუოლინგოზე ვიტანჯები იაპონური სასწავლოში. ნუ იტანჯები, ცოტა ხარ. მეც გამოვიყენებია დუოლინგო სხვა ენების შესწავლად. ჩემი აზრით, ნუ ცუდი არ არის რა, ანუ რუტინულად სიტყვის მარაგისა და ასევე ბაზისური გრამატიკის შესწავლად ძალიან კარგი დამხმარე ხერხია რა. ოღონდ სამწუხაროდ ქართული ვერსია არ არის დუოლინგოში. ძალიან მეწყინა. მე даже ისა მივიწერე ვთხოვე დუოლინგოს რომ მეთქი ვთხოვე დაამატოთ ისა ქართული ენის ვერსია რა დუოლინგოში და არ მიფასრეს. მეწყინა ძალიან გური მეთქინა. ხო და ჩვენ ყოველანი ახლა მივიწეროთ გამოგესალმოთ საჩივარი არა, მაგრამ მოთხოვნა რომ დაამატონ ქართული ენის ვერსია დუოლინგოში. ანუ ქართული ენის პოპულარიზაციისთვის რა. სხვადასხვა დუოლინგოს ადრე ვიყენებდი სხვა ენების სასწავლად რა, მაგრამ ამ ვიდეოში რომ ავხსნი აგისენით ქართული ვერსიას ჯერჯერობით არ არსებობს და ძალიან ცუდია სხვადასხვის. ხო და ჩემი აზრით ქართული ენის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს ეს ქართული ენის ვერსია დუოლინგოში. ხო და კიდევ ერთხელ გამომიგზავნოთ საჩივარი დუოლინგოს მიმართ. მეგონია რომ ქართულად ვფიქრობ, ხანდახან ვლაპარაკობ ჩემით რა თავში, აი ჯანდაბა, ვაიმე, ახალ შემიძლია საწუები და ასე შემდეგ რა. მაგრამ სათხე გურზე რომ ჩემთვის ჯერ რუთია, აი ამბობენ რომ აი სათხე გურზე რომ რა, აი გურიდან ესე თავისთავად გამოდის სიტყვები ემოციურად და მე ჯერ ვერ ვამბობ სათხე გურზე ესე ბუნებრივად, ხო და წინასწარ ცოტა უნდა ვიფიქრო, უნდა მოვიფიქრო რა თემაზე ვთქვა სათხე გურზე რომ რა სიტყვები ავირჩიო და ასე შემდეგ, ხო და ამ თვალსაზრისით ალბათ ჯერ არ გავკარგებდი, ასე ვთქვათ. სხვადასხვა სათხე გურზე რომ ჩემი აზრით ქართული ენის სასწავლად ძალიან შესანიშნავი მასალა, იმიტომ რომ სათხე გურზეში ზელიარეთი საქართველოზე, ქართული ისტორიაზე, ტრადიციაზე, კულტურაზე ყველაფერი ხო არის საუბარი. თან ქართულად რო არის და ჩემი აზრით ქართული ენის სასწავლად ასევე საქართველოს შესახებ სასწავლად ძალიან კარგი მასალაა. მე ვფიქრობ რომ რაღაც სათხე გურზე როს კულები კოლექცია და ამის შესახებ სახელმწიფო რო თუ არსებობდეს ძალიან კარგი არ ვიცი მასალა ეკნება უცხოელი ხალხისთვის ვინც სწავლობს ქართულ ენას. მე დიდი სიამოვნებით სამკითხავდი. მოხრობითი ფორმა და მრავლობითი ფორმა რომ გაქვთ ქართულში, მაგალითად აი წიგნები, ძახლები, ხახვები და ასე შემდეგ, ხო? აი მრავლობითი ფორმის ნიშანი ემატება სიტყვის ბოლოს. და ნუ რუტინია ისე არ იყო რა ეს გრამატიკული წესი და მეთქი ოკეი, დავიმასობრე, დავამოხამე მრავლობითი ფორმის გამოყენებაში უკვე მასტერი ვარ, მუზად ვარ ნებისმიერ დროს რომ გამოვიყენო ეს ფორმა რა. მაგრამ რეალობაში, აი ცოტა რაღაც სხვანაირი არის რა. აი მაგალითად ერთი წიგნი კი მოხრობითი ფორმა, იმიტომ რომ ერთი წიგნია, მაგრამ ორი წიგნები კი არა, ორი წიგნი. მე კი დაიწყე ბიჭო, სადაცავი და მრავლობითი ფორმა რა. სამი ძახლები კი არა, სამი ძახლი. დაიწყე მოხრობითი ფორმა, არა მრავლობითი. ბევრი ხახვები კი არა, ბევრი ხახვი. ბევრი თუ არის, რატომ მოხრობითი ფორმაში. ანუ სალსავი და ჩემი საყვარელი მრავლობითი ფორმა რა. და ამ ვიდეოს მერე შევამჩნიე რომ მრავლობითი ფორმაში კიდე არსებობს ნს ფორმა რა, მაგალითად ადამიანები ხო და ხალხი ნ რომ ემატება. ესე ყოველდღიურ ცხოვრებაში, დიალოგში მე მეგონია რომ ნაკლებად იხმარება, მაგრამ მეთქი ანუ რაკობია მრავლობითი ფორმა და მოხრობითი ფორმა რომ არსებობს და მაინც რუთია რა ჩემთვის იაპონურში ესე რუთია არ არის ჩემი აზრით და ამ ფორმას რომ ვისწავლებდი ქართულ ენის გრამატიკულ წესებს კარგად დავიტანჯე, ახალს ვიტანჯები აშკარად, მაგრამ ხო დიდი თანჯვა იყო. დღეს არის 30 აპრილი და აპრილი არის ჩემთვის ყველაზე გაზაფხულული თვე რა.
გაზაფხული არსებობს ეს სიტყვა ზედმეტების სახელი არსებობდეს და ანუ იაპონიაში მაგალითად აპრილში აი საკურა ყვავილობს ძალიან ლამაზად საქართველოში ჩაკაპური ძალიან გემრიელი და ასე შემდეგ მაგრამ დღეს რომ გავიხვეზე დილით ძალიან ციოდა რა და ტელეფონზე სავიკითხე 6 გრადუსიო მეთქი ანუ რომელიც ამათ არის თუბეა რა რუაცელია რაც საქართველოში ვიცხოვრობდა ეს აპრილის და გაზაფხულის ამინდი კლიმატი საერთოდ ზამრუთი ამის პროგნოზი დღეს ცივა ხო ალბათ ესეთი თვილი ამინდი იქნება ზეგ ალბათ თოვლი არ ვიცი როგორ იქნება ჩაკაპრი მინდა ახლა ივნისია, ხო და ასე ვთქვათ, გაზაფხულული კი არა, ზაფხულული ამინდია რა, ძალიან ცხელა. მაგრამ იცით როგორ არის, როგორც ვიდეოში რომ ვთქვი, ვისაუბრე, საქართველოს ის ამინდი, კლიმატი, განსაკუთრებით გაზაფხულზე არ მესმის საერთოდ რა. ანუ ხან ძალიან ცივა, ხან ძალიან ცხელა, ხან თოვს და მეთქი რა არის რა. ხო და ნუ ქართული ენა რა თქმა უნდა ძალიან რთულია, მაგრამ აი მარტი, აპრილი, მაისის პროგნოზი, ასეც ძალიან რთულია ჩემი აზრით. დღეს აღდგომა ქრისტე აღზრდა, ჩეშმარიტად აღზრდა. თუ აღდგა. ქრისტე აღდგა, ჩეშმარიტად აღდგა. აღზრდა თუ აღდგა. ენათი მიციანად რომ ვფიქროთ მესამე პირის ნიშანის უნდა დავუმატოთ ზმნაში ხო და აღზრდა თუ ახალ არის საჭირო აღდგა გიროსავთ აღდგომის ბრუსყიმარი დასასრულს აღდგა და აღზრდა ამ ვიდეოს გადაღების შემდეგ კომენტარებში ძალიან ბევრმა ქართველმა მეგობრებმა მომწერა ეს არის სტუდიო ეს არაო არა ეს არის სტუდიო და როგორც ჩანს დისკუსია არსებობს მაგრამ ძალიან საინტერესოა რომ აი ქართველი ხალხის შორისაც არსებობს რაღაც განსხვავება რა აღდგა თუ აღზრდა და ასე შემდეგ რა სიმთავარია შემიძლია გამოვიხატო რაც მინდა გამოვიხატო აბი ანუ გავაგრძელებ ქართულის სწავლას ჩემი თანჯვას ასე ვთქვათ ხო და ეს არის ხუთი აი ქართულის შესახებ ხუთი ვიდეო რომელიც მე გადავიხე რომელიც მე პირადად მიყვარს თქვენ რომელი ვიდეო მოგეცანათ კიდევ გავაგრძელებ ვიდეოს გადაღებას ქართულ ენაზე იაპონურ ენაზე და სხვადასხვა ენების სწავლის შესახებაც ხო და რავი ჯერჯერობით მადლობა ყურადღებისთვის და მართალი აბაჰე დღეს არის 14 აპრილი, ყველას იგროცავთ დედანის დღეს საქართველოში. დაახლოებით 8 წელი რაც ქართულ ენას ვისწავლობ, ქართული ენა ჩემთვის ისტორიულად გამორჩეული, ლინგვისტიკურად ძალიან საინტერესო, პარალელურად ძალიან რთული და ემოციურად განსაკუთრებული ენაა ჩემთვის. და ქართული ენის მეშვეობით ჯერ გავიცანი საქართველოს, შევიზინე ესეთი გამორჩეული მეგობრები და მივიხე ესეთი გამოცდილება, რაც ალბათ შეიძლება იქნებოდა ქართული ენის ოდენის გარეშე. და ახლა მივხვდი, შემომჩნია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენისადმი არა მარტო ქართული, იაპონური ენა, ჩემი დედა ენა და ასევე მსოფლიოში არსებული ყველა ენისადმი პატივისცემა. ამიტომ კიდევ ერთხელ, დღეს 14 აპრილი, ყველას გილოცავთ დედანის დღეს.